ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოს ეთერში და ლაილაისთან ერთად გთავაზობთ დღის განმავლობაში შოუ-ბიზნესში მომხდარ საინტერესო სიახლეებს. ასე რომ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ გელით უახლესი ინფორმაცია ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ. ქაროსლოს საგამოფენო დარბაზში პოლონური პლაკატის გამოფენა გაიმართა. ჩვენ ახლა ვართ გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ქარვასლაში და ეს არის პოლონური პლაკატის გამოფენა, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, აი თქვენ თვითონ ნახეთ. პოლონური პლაკატი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლინება პლაკატის ხელოვნებაში. გრაფიკული სახე და თვითონ პლაკატის ფორმა იმდენად კარგად არის სინთეზურად შერწყმული ერთმანეთში, მე არა მარტო პლაკატი, აქ თვითონ ნამუშევრებია წარმოდგენილი, თვითონ ხელოვნების ნამუშევრები. Это одно из наших культурных мероприятий, организованных посольством Польши в Тбилиси. Я считаю, что наши культурные контакты между Польшей и Грузией очень важные, и они всегда были сильными. Я думаю, что нет лучшей страны, в которой показывать искусство, чем в Грузии. И грузины, у них очень чувствительная душа, художественная душа. И я думаю, то, что мы сегодня показываем, это такой наилучший подарок, который можем этим художникам, грузинам просто подарить. И если это будет понравиться, мы будем очень рады и очень благодарны. თქვენ უკვე იცით, რომ თბილისში გაიხსნა ყოველწლიური წიგნის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო 7 მწერლის პიესების კრებულის პრეზენტაცია, მათ შორის ბასა ჯანიკაშვილისაც. იმის გამო, რომ ბასა თბილისში არ იმყოფება, ის პრეზენტაციას ვერ დაესწრო. წარმოადგენს ეს წიგნები პიესების ერთობლიობას, პიესები, რომლებიც არ განეკუთვნება 2002-2003 წლის ქართულ დრამატურგთა ნამუშევრებთან პერიოდს. ფესტივალს უფრო გამოამშვენებდა. ჩვენაპირებთ ოქტომბერში თეატრალური ფესტივალის გამართვას. ბასას ჯანიკაშვილის პიესა არის თითით საჩვენებელი, რომელიც დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. ასევე არის მანნა დოიაშვილი, დათო ტურაშვილი, შოთა იათაშვილი, ალეკო შუღლაძე, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე. არის 7 ავტორი. სხვადასხვა ახალი პიესები წარმოდგენილი აქვს და მთავარი კონცეფცია ამ წიგნის ის არის, რომ ზოგადად პროპაგანდა გაეწიოს თანამედროვე დრამატურგიას, კონკრეტულად ქართულ დრამატურგიას და კულტურის სამინისტრო დაგვეხმარება თვითონ აი ამ წიგნების გავრცელებაში რაიონებში. მომავალი თეატრის იცით, რომ დამოკიდებულია პირველ რიგში დრამატურგიასთან და თუ ასეა, მაშინ ჩვენ თეატრს კარგი მომავალი მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები შეიქმნა ქართული დრამატურგების მიერ და რომელიც ეს დრამატურგები, რომლებიც ძალიან რომლებმაც გაითქვეს ძალიან სახელი საზღვარგარეთ. მიხარია, რომ გაჩნდნენ ქართული დრამატურგები, ზოგიერთები ძალიან კარგები არიან და მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ამას და მიხარია, რომ ისინი იბეჭდებიან და ამის პოპულარიზაცია ხდება. ესაა ძალიან კაი. ყოველ ხუთშაბათს კლუბ 16 რაუნდში ჯგუფი ვაკის პარკი კონცერტებს გამართავს. კონცერტი 2 ნაწილისგან შედგება. გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ ვაკის პარკის ძველი და ახალი სიმღერები, შეგიძლიათ ჯგუფის შესრულებით უცხოური ცნობილი სიმღერებიც მოისმინოთ.
მოგესალმებით კლუბ 16 რაუნდიდან, სადაც იმართება ჯგუფ ვაკის პარკის კონცერტი. აქ წარმოდგენილი იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები, რომლებიც შესულია ვაკის პარკის ახალ ალბომში, რომელიც ახლა ხან გამოვიდა და რომლის სახელწოდებაც არის ახალი დღე. აი ამდენი ახალი გველის დღეს და საერთოდაც ესეთი კონცერტები, ანუ ჯგუფ ვაკის პარკის კონცერტები 16 რაუნდში ყოველ ხუთშაბათს გაიმართება ხოლმე. დღევანდელ კონცერტზე შესრულდება 6 სიმღერა ახალი ალბომიდან, ასევე რამდენიმე ჩვენი ძველი პოპულარული სიმღერა. შემდეგ იქნება პატარა შესვენება და ამის შემდეგ დავუკრავთ ინგლისურენოვან სიმღერებს, ყველასთვის კარგად ცნობილს და საყვარელს. მოგწონს კონცერტი? როგორც ყოველთვის, როგორც ნამდვილ ვაკელს, რასაკვირველია. და ივლი ხოლმე ხუთშაბათობით 16 რაუნდში. როცა დრო მექნება, აბა რას ვიზავ? იმიტომ რომ ყობას მოვყავარ ყოველთვის. ყობა მოგწონს? სერგი? კონცერტი. ვაკის პარკი რა თქმა უნდა ძალიან, ორივე ჯგუფიც და პარკიც. ძალიან მიყვარს ვაკის პარკი და ზაზა ხუციშვილი, რა თქმა უნდა. ძალიან ჩემი მეგობარია, ძალიან დიდ პატივს როგორც მუსიკოს. ივნისს თბილისში ხელოვნების სახლი გაიხსნა, რომლის წამყვანმა დიზაინერმა ნინო გოგიბერიძემ წარმოადგინა პერსონალური დეფილე თემებით მოცარტი, მოსკოვი, აფრიკა და საზაფხულო კოლექცია 2003. გარდა ამისა წარმოდგენილი იყო ელიტარული ევროპული ბიჟუტერია და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. მე ძალიან მომეწონა ეს კოლექცია და ძალიან ლამაზი იყო ბოლოსები. ვფიქრობ, რომ ძალიან მეორე საღამოები უნდა დაგებოდეს ესეთი თბილისში. დღეს მოეწყო პრეზენტაცია ხელოვნების სახლის, სადაც მე წარმოვადგენ დიზაინს და მე ვაჩვენე 4 კოლექცია, რამდენიმე სახის კოლექცია, ზაფხული ახალი კოლექცია არის, დანარჩენი კოლექციები არის უფრო რამდენჯერმე ნაჩვენები, ერთი მოსკოვში, რომელიც თბილისში არ მიჩვენებია საერთაშორისო ფესტივალზე. ძალიან მომეწონა და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამე პრაქტიკული იყო და ძალიან ცხელოდა. კარგია, როცა ჩვენ ერში არსებობს ეს ესთეტიკა ჯერ არ დაკარგულა. მე ღმაც ჯერ ეს ადამიანი აუცილებლად იგრძნობა აი ამ დღევანდელ ამბაგაში ის პროგრესი, რაც საჭიროა. მე მგონი საერთოდ ყველამ ესე რო იმუშავოს, როგორც ამ ადამიანმა იმუშავა, მე მგონი ყველაფერი გადაგვს. Club 7-ში ინტერნეტ პროვაიდერი სანეტი და რადიო სანეტი ფოტოკონკურსს აწყობენ, რომელშიც მონაწილეობას 12 ქართველი მომღერალი ქალი მიიღებს. ეს არის ინტერნეტ კონკურსი და გამარჯვებულის გამოვლენა მსოფლიო საინფორმაციო ქსელის საშუალებით მოხდება. ხმის მიცემა შეეძლებათ არა მარტო ქართველებს. კონკურსი 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინტერნეტ რადიო სანეტის ინიციატივით აწყობს ფოტოკონკურსს ახალგაზრდა მომღერალ გოგონათა შორის. კონკურსში 17-დან 22 წლამდე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერალი გოგონა მიიღებს მონაწილეობას. კონკურსი 3 კვირას გასტანს და გამარჯვებული 27 ივნისს გამოცხადდება. აი, ალამაზები ხარ, ხალხი, ალამაზები. ყველას გეკუთვით ხმა ნამდვილად. ყურადღება 1. დღეს ჩვენი საღამოს
სიმბოლოები არიან 800-88-88. ერთი წლის წინ შეიქმნა და არსთა ინტერნეტ რადიო სანეტი და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ესე ვიხდით იუბილეს. ეს არის საიტი, რომელიც შეიცავს მუსიკას, ინტერვიუს მუსიკოსებთან, ინფორმაციას სიახლეებისა და ფოტორეპორტაჟების სახით, ფოტოალბომებს და ასე შემდეგ. თიკა ფაცაცია. თიკა არის ინტერნეტის პიონერი, მან პირველმა პოპ მომღერლებში აითვისა ინტერნეტი, აქვს საკუთარი ვებგვერდი. ქეთა თოფურია. ქრისტინე იმედაძე. ქათია გიორგობიანი, სადა ხარ ქათია? თაკო. აგნესა. ბუკა მანაგაძე. ნათია ნებიერიძე, ჯგუფი NC. ნათია ნებიერიძე და ნინი ბადურაშვილი. დაჯიკინინი. რა პრინციპით შეარჩეთ ეს 12 მომღერალი? ისევ და ისევ აი ამ წერილებიდან გამომდინარე. ვისაც მეტ გამოხმაურება გქონდა, იმასაც კი ვიტყვით, რომ აი ზოგს წერდა, რატომ არ ჩანს ეს მომღერალი, რატომ არ წერს სიმღერებს და აი რატომ არ წერს მივედით და ვკითხეთ, რატო არ წერს სიმღერებს და ასე შემდეგ და მოვიწვიეთ აი ამ კონკურსში. ეს ინტერნეტ რადიო სანეტის იდეა ერთი წლის სრულდებით და იმის გამო რომ ჩვენ აბსოლუტურად უანგაროთ ვემსახურებით ქართულ შოუ ბიზნესს აქედან შეიქმნა ეს აზრი რომ იქნებ გაგვეკეთებია რაღაც განსხვავებული არ და უამრავი წერილი მოდის ელექტრონული პოსტით გთხოვენ სურათებს გთხოვენ სიმღერებს გთხოვენ გაცნობას ვებგვერდი აქვს ამ მომღერალს რა თქმა უნდა აქცენტი იყო მომღერალ გოგონებზე და ჩვენც ჩავთვალთ რა შეიძლებოდა ასეთი მოგვეფიქრებია ორიგინალური მოდით გავაკეთოთ ვებ სიმპათიის კონკურსი. ჩვენი გამოშვებებიდან უკვე იცით, რომ 18 ივნის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი პროგრამით კონცერტს გამართავს ბასტი ბუბუ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა უკვე დააფიქსირა სიმღერების ჩაწერის პროცესი. ახლა კი ბასტი ბუბუს ცენტრში ბავშვები ქორეოგრაფიაზე მუშაობენ. სიუჟეტს ამის შესახებ ახლა შემოგთავაზებთ. ჩვენ ამჟამად ბასტი ბუბუს სტუდიაში ვიმყოფებით, სადაც პატარები მომავალი კონცერტისთვის ემზადებიან. კონცერტი 18 მაისს გაიმართება და წარმოადგენილი იქნება 20 ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები. პირველად ვარ, რაღაცა სუმქონდა სურვილი, რომ ეს ყოფილიყო ჩემი რომელიმე სიმღერა დადგმული და ახლა ხდება პირველად, რომ ბავშვებთან ერთად მამას სიმღერა, ჯადოსნური ეკრანი, რომელიც არა მარტო ბავშვებს უყვართ, დარწმუნებული ვარ უფროსებსაც. ვიწერა ამ სიმღერას და 18-ში ბასტი ბუბუს კონცერტზე იქნება ჩემი დებიუტი ამ სიმღერით და მე როგორც, ესეთ მოცეკვავე თოჯინა.
ბასტიბუბუ სტუდიაში დიდი ბასტიბუბუა, როგორც ხედავთ, ყველა ოთახში მიდის სხვადასხვა სიმღერებზე მუშაობა, ეხა მიდის ჩაწერები ბევრი სიმღერის, აგრეთვე ქორეოგრაფიული ნახაზები. ეხა ეს რადგანაც არის სიმღერაზე გამახვილებული ამ შემთხვევაში ჩვენ შოუზე, ანუ სიმღერის ზეიმი ქვია. უფრო ნაკლებად არის ქორეოგრაფია ჩართული. უფრო მეტი არის საგუნდო სიმღერები, სადაც თქვათ ბავშვების ვოკალზეა გამახვილებული ყურადღება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.